მაშ მოგესალმებით ჩემი მეგობრებო, გავწმინდოთ აქავრობა. უამზადოთ სივრცე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. იმედია კარგად ხართ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. დაგლოცოთ უზენაესმა, უმაღლესმა მაღალმა, ნათელმა ძალებმა. შესავლით დავიწყებ, სანამ გადავალ გაშლაზე. პირველ რიგში მადლობა თქვენ ყველას, ვინც კომენტარებს მიწერთ, ვინც მილაიქებთ. ეს ჩემთვის სტიმულია. უფრო მეტი ვიდეო ჩავწერო თქვენთვის, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომ ჩემი შესავალით აინტერესებთ, ჩემი გამოცდილებიდან, პრაქტიკებიდან გამომდინარე, ჩემი ცოდნა, რომელსაც მე გიზიარებთ გულით და მინდა რომ თქვენს გამოიყენოთ თქვენს ცხოვრებაში და კარგად იყოთ. იმიტომ რომ გადავედით ისეთ მეტაფიზიკურ ახალ ენერგიებში, ვინ გრძნობს, ვინ არა, მაგრამ ფაქტია, რომ სამყარო იცვლება, სიხშირეები იცვლება, დედამიწის ვიბრაციები ადის მაღლა და გვინდა თუ არ გვინდა, უნდა გადავეწყოთ რა, მოკლედ ამ ახალ მაღალ ვიბრაციებში. გარდა იმისა, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებ თქვენთვის, ხო? მე თვითონ ვარ ადამიანი, რომელიც ცნობის მოყარე ვარ ერთი, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა ესეთი სამყაროს კანონები, ის რაც ფიზიკური თვალით თქვათ, ადამიანი ხო არიან კატეგორია, რომ რასაც ხედავ, რასაც აღვიქვავ, იმის მჯერა, რასაც არა, ანუ იმას ვერ დავიჯერებ და მე ხა ეს ბავშვობიდან მქონდა, ესე უხილავის, ანუ იმის, რასაც ვერ ხედავ და გამოცნობა, ანუ ამოცნობა. აი ხო არის რაღაცა თქვათ იგივე ყოფილა ესეთი მომენტები, რომ ბავშვობაში ხო უნდა გამოგვეცნო, რაღაც გამოცანა, ამოგვეხსნა. აი ესეთი რაღაცები მომწონდა ყოველთვის რა. და რა თქმა უნდა მჯეროდა ამ ყველაფრის, რომ არსებობდნენ და ეხლაც მჯერა რა თქმა უნდა და არაერთხელ დავწმუნდი მე თვითონ და რაც მთავარია, სულ ორჯერ გავაკეთე ეს პრაქტიკა და მინდა თქვენც უბრალოდ გაგიზიაროთ და გითხრათ. გინ დაიჯერეთ, გინდა არა, გინდ მიიღეთ, გინდა არა, მაგრამ ეს ხა ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარეა. გავაკეთე დროში გადასვლა, ან ტელეპორტაცია. მომავალი. ანუ მეტაფიზიკურად, მოკლედ, როცა ადამიანი აპრაქტიკებ, სულიერებაში ხარ, აკეთებ რაღაც ჩაკრის გამხსნელ პრანაიამებს, ვარჯიშებს, ხო? აკეთებ სუნთქვით ვარჯიშებს, მედიტაციებს, ლოცულობ, სამყაროსთან შეერთებული ხარ. გრძნობა, მას ჯერ გრძნობ, მაგრამ მე უკვე გეწყება ესეთი ხილვები რა, რაც გინდათ ის დაარქვით და მე უკვე შენ სურვილზეა დამოკიდებული. ერთხელ გავაკეთე პირველად, ხო, როცა ასე ვთქვათ, დავაპრაქტიკე და მაშინ გამიზნულად არ მქონდა ნათქვამი, ანუ სად გინდა, აი ზუსტად უნდა მიუთითო, რომელ თარიღით, წელი და სად გინდა რომ გადახვიდე და ქალაქიც. რა თქმა უნდა, პირველად სპონტანურად გავაკეთე და არ მიუთითე, მაგრამ ვნახე და მე აღარ მქონდა სურვილი სიმართლე გითხრათ, წელიც არ ვიცოდი რომელი იყო და რომ ვნახე, იმდენად საზარელი იყო ის ჩემთვის, ეტყობა ძალიან შორს წავედი. გიჟი არ ვარ მართლა. ხო და ეხლა ანუ უბრალოდ
უახლოესი მომავალი 2031 წლის აი ესეთ პირდაპირ თარიღი მივეცი და გადავედი რა და ქალაქიც უთხარი სადაც მენდოდა რომ ჩავსულიყავი და მენახა. მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო. მე ისე მოხდა რომ თავის და უნებურად გადმოვედი აქეთ, ანუ ჩვენს ქვეყანაში. და ძალიან გამიხარდა. მე თვითონ აღარ მოვიდომე იქ ყოფნა და რადო გამიხარდა, იმიტომ რომ იმ ფონზე რაც იქ ვნახე, ანუ ჩვენი ქვეყანა იყო აყვავებული ყველაფრით. და მადლობა ღმერთს და რაც თავარია, აი ეს ტაძრები ყველა უბანში ხო არის ახალი აშენებული, ის ძველი ტაძრები და მართლა დიდი ენერგეტიკა რო აქვს და ძალა რო აქვს სვეტიცხოველი, სამთავრო, ჯვარი ცხეთასკულის ხო და თბილისშიც ხო არის ხო ესეთი დიდი სამება ახალი აშენებული კია, მაგრამ ფაქტია რომ მთელ თბილისს გადაყურებს ქაშვეთი პარლამენტის წინ როა და მოკლედ სულ რო ყველაფერი ხდება იქ იმ ადგილას, მაგრამ მაინც თავის დანიშნულება აქვს, რა თქმა უნდა, ანჩის ხატს, რომელიც უძველესია და ძალიან დიდია, სიონი და ანუ რას ვიძახი, აი ეს ყველა ტაძრები ფაქის სივრცეში ანათებდა. ანუ გესმით, ანუ ზემოდან რო გადმოიხედო, ხო? აი ანათებს ისე, რომ რაღაც დამცავი ელემენტი, არ ვიცი როგორ ავხსნა ეს, აი რანაირად გადმოვცე, მაგრამ აი ძალიან ბევრი რაღაცისგან გვიცავენ და მადლობა ღმერთს ამისთვის. აი ხო გეუბნებით, რომ მართლა დასაფასებელია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სულიერებით ვიძახი. ჩვენი სულიერებით, იმიტომ რომ ყველაფერს რაღაც დანიშნულება აქვს, ისე არაფერი არ არის რა. ყველაზე მეტად ეხა უყურეთ ინფორმაცია რა მინდა რომ მოგაწოდოთ. ესე იგი ის რომ ხალხი გაიყოფა, ეს დაიწყო ჯერ 2020 წლიდან, ხო? ეს კოვიდის ამბავი, მერე აცრები, მერე ესე იგი შენ ბნელი ხარ, იმიტომ რომ ანტივაქცერი ხარ, შენ ესე იგი ჩამორჩენილი ხარ, შენ მკვლელი ხარ, ჯერ მაქედან დაიწყო, ხო? უფრო გამძაფრდა, მე ვიძახი ჩვენთან, ახლა მთელ მსოფლიოში როგორ იყო, თქვენ ახლა ვინც ხართ საზღვარგარეთ, იცით, რომ იქ არანაირად არ გამოვიდოდა ალბათ. ხო და საქართველოში ბევრი არავიცერით, რა თქმა უნდა. ხო. ხო და ეხლაც, ანუ აი სიტუაციები რომ მიდიოდა, აი ამ ბოლო თვეების განმავლობაში ეს მთელი ალიაქოთები და ომები და ხო, დავინახეთ, ხო? რა ძალასთან მქონდა საქმე და ვინ იყვნენ და ვინ იდგა. ეხლა როცა ამერიკაში უკვე კენედის მკვლელობის ამბავიც ასე თუ ისე გამომზეურდა და როქშილდები არიან იქ მოხსენებულნი და ჩვენ რო დაგვწინოდნენ, ვინც ვიძახდით, რომ ნამდვილად მთელ მსოფლიოს მართავენ ის კლანია, ოჯახიც, როქშილდები, როკფელერები, ბარუხები და კიდე რა რამოდენიმე. მთელი მსოფლიო მათ ხელში, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი და აქვთ გაწერილი. ნახეთ, იყო ესეთი ადამიანი ალბერტ პაიკი და ის აი ესეთი ტრანსის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, გამაბრუებელი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ შედიოდა კონტაქტში ბნელ ძალებთან, არ მინდა ახლა სახელი თქვა და როგორც გამტარი რა, არ მალავდა ამას, მასონი იყო, ილუმინატორი, პირველი რანგის, ასე ვთქვათ. და დოქტრინა აქვს გაწერილი ჯერ, მე ვიცახი მე-20 საუკუნის დასაწყისში, ფაქტიურად ერთი საუკუნით ადრე, ხო? შეიძლება ითქვას ასე, 100 წლის უკან, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი და მესამე მსოფლიო ომი. ნახეთ, ხო გავიარეთ, პირველი, მეორე არ გვაინტერესებს, კაი, ეს ყველაფერი, უწერია, მის დოქტრინაში წერია. მესამე მსოფლიო ომზე უწერია ესეთი რამე, რომ ისრაელი და
არაბთა გაერთიანებული, ანუ მუსულმანები უნდა გადაამტერონ ერთმანეთს და მერე მთელი მსოფლიო ჩაითრიონ ამ ომში, ანუ მე არ ვიცი ხა რას იზამენ, როგორ იზამენ, ეს უწერია, გესმით? და აბა დაუკვირდით ყველაფერი ქრონოლოგიურად, ხო, მიყვება ამ. კაი, გავანებოთ ომებს თავს, ეპიდემიაც უწერია, ხალხის შემცირებაც, ხალხის დაზომბირება, მასმედიით, საინფორმაციო ომი, აი რასაც ვიძახდი, ხო? იმ დონემდე უნდა მიიყვანოთო ადამიანების გონებაო, რომ მათ არ დაიწყონ აზროვნება, ანუ რას ნიშნავს? არ დაუსვან კითხვები, აი ეს რატომ? თქვათ, ხო, აცრებზე რაც გაგვიკეთეს. ანუ აი რო ეტყვიან, რომ აი ეს ცუდია, მორჩა, ეს ცუდია, გესმის? ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ როგორც რობოტები ფაქტიურად, რობოტებიც არა. რობოტსაც შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, ხო, რაღაცაზე შეგეკითხოს, რომ ანუ რატომ? არ ვიცი. რა ბრბოთ, რა მასად, რა იმად აღვიქვავენ, ვირთხებათ, რომ ესე იგი ყველაფერი ჩვენზე გადმოიაროს რა. მაგათმა ექსპერიმენტებმა, მაგათმა ესე იგი მოწყობილმა ომებმა, რომ ანუ ჩვენ არაფერი არ ვართ მათთვის პირიქით. ანუ ჩვენ ვართ მომსახურე შავი მუშები, აი მაღაროელები რო არიან, ბინძური, შავი რაღაცა კასტა, რომელიც მხოლოდ დატოვებენ იმ ნაწილს, რომ მათ ემსახურონ. გესმით? აი მონები რო იყვნენ ადრე რა. ხო, გახსოვთ არა? ისტორიას აქ შემორჩენილი, აი ესე გვიყურებენ და ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, რომ მოსახლეობა შეამცირონ. ეხლა ამას დავანებოთ თავი და გადავედით ისევ ჩემ ემაზე. ეს ყველაფერი დადასტურებულია, არსებობს ამ ალბერტ პაიკის ეს დოქტრინა და ეს ყველაფერი დოკუმენტურად წერია, ბჟეჟინსკი იყო მაგისი კიდე გამგრძელებელი და მოკლედ არსებობენ ესენი და ეს ნამდვილად არის. ანუ რას ვიძახი? ვინც დაგვცინოდა კონსპირაციას, გლობალისტები არ არსებობენ, მასონები არ არსებობენ, ეს ყველაფერი ტყუილია და რაღაცა ზღაპრებია, არ არის. დადასტურდა უკვე, მე მგონი, ვისაც უნდა რომ გამოიხედოს, ასე ვთქვათ, და გაახილოს თვალები, ვისაც ყურია გისმინოს, არსებობენ. კარგით, ამაზე შევთანხმდით. ეხლა რა მოხდება მოკლედ? ტოტალური კონტროლი იქნება ქალაქებში, ანუ გაყოფილი, აი როგორც ეხლა არის, მაგრამ უფრო მძაფრად, გეტოსავით იქნება უბნები. იქ იქნებიან ისინი, ვინც არ მიიღებენ, ანუ აი ამ მარჯვენა ხელის მაჯაზე იქნება მათი საიდენტიფიკაციო კოდი და ის იქნება, ანუ დაციფრული იქნება, ყველას ექნება თავისი ნომერი, ანუ და ვისაც არ ექნება ეს, როგორც არის, ხო? რეალურად მოხდება. 2031 წელზე ვსაუბრობ, ხო? ანუ ყველას გაიღება კარი, ვისაც ეს, ანუ იქ იქნება რესტორნები, ბარები, ელიტა წარმომადგენლებისთვის, ვინც მიიღო ეს, ხო? ბეჭედი დავარქვათ. ვინც არა, აი ეს კატეგორია, ხო, ხალხის, ისინი იქნებიან, ანუ როგორც განდეგილები, როგორც გარიყულები, როგორც აი შავი მუშები. და ცალკე კონცლაგერებივით გეტო ექნებათ, აი ესე, ხო იცით, ფილმებშიც რო აჩვენებენ ესეთი რაღაცნაირი ეკლებიანი ესეთი ღობეები რო არა, რაღაცნაირი სპირალური, რომ იქით, ანუ ეს ის ზონაა, გესმის, იმათი ზონაა და იქ, ანუ აი დაახლოებით 90-იან წლებში რო იყო ხა. კი, ექნებათ იმათ accommodation, ანუ სახლ-კარი, ოღონდ როგორ გითხრათ, აი საჭმელის ნაკლებობა ექნებათ, რატომ? იმათ ესე იგი ექნებათ უფრო ფიზიკური, აი შავი სამუშაოების ვარიანტად იქნებიან და აი ესე მიუგდებენ რა, ერთ-ორ ლუკმას. თვითონ პოლიცია და
ეს პატრულები ყველას ან რობოტები იქნებიან, ან ადამიანები, ვერ გავარკვე, იმიტომ რომ ადამიანებს არ გავდნენ, რატომ ეცვათ იუნიფორმები, ეკეთათ, ესე იგი, ჟანგბადის ოღონდ რაღაც სხვანაირი, რა თქმა უნდა, ნიღბები და ეჭირათ ლაზერული რაღაცნაირი იარაღი, ესეთი ჩვეულებრივი იარაღი არ ქონდათ, რაღაც ლაზერული რა. ხო და ყველგან, კონტროლი იქნება ეს კამერები და ეს ყველაფერი. და ძალიან გაუჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც იქნებენ ქალაქში, ვინც არ მიიღებს ამ ბეჭედს, ვინც არ დათანხმდება და ვნახე ძალიან დიდი ციფრული, ესეთი ტელევიზორივით, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეკრანი ქუჩაში, სადაც აჩვენებენ მსოფლიო მოვლენებს. და ამას უყურებენ ისინიც, ელიტა გასაგებია, მაგრამ უფრო არის იქით მხარეს, ამ გეტოს ბრბოს იმ მეორე მუშახელის, შავი მუშახელის მხარეს, რომ უყურონ რა ხდება მთელ მსოფლიოში და მთელ მსოფლიოში, კადრებად აჩვენებენ, რომ წყალდიდობებია, მიწისძვრებია, ცუნამებია, უკვე რომელიღაცა 2 თუ 3 ვულკანი იყო ამოფრქვეული, რეალურად დედამიწის კონტინენტები შეიცვლება, რაღაც ქალაქები გაქრება. ომები ვიცით, რომ გამძაფრდება ძალიან ისრაელსა და მუსულმანურ, ასე ვთქვათ, ქვეყნებს შორის, ეს დიდი შეტაკება იქნება, ძალიან დიდი. და გამოჩნდა ის, დავინახე, რომელიც სხვათა შორის ხვდება ისრაელის პრეზიდენტს და ირანის და გაერთიანებული ემირატების წარმომადგენლებს, მშვიდობის ეგიდით, რომ ესე მე შევარიგე, მე ესე იგი მშვიდობა მინდა, მოდით ეს, უკვე მომხდარია ეს ყველაფერი რა. უკვე ეს ყველაფერი მომხდარია და ეს მოდის. და მისი სახე დავინახე, რა თქმა უნდა, ძალიან სიმპათიურია, ახალგაზრდა. მაგრამ დავინახე მისი სხვანაირი სახე, ის არის ჩვეულებრივი ადამიანი ჯერ, მაგრამ მასში, ნახეთ, წმინდა მამებსაც უწერიათ, უნდა შევიდეს ის, არ ვიცი ხა როგორ აგიხსნათ, ის შედის მასში და როგორც ტანსაცმელს ხო იცმევა რა ადამიანი. ესეთი ვარიანტი იქნება, განსხეულებული იქნება ის, მასში რა, კი იქნება ის როგორც ადამიანი, ხორცი კი ექნება, ეხა ის მოკვდავია, მაგრამ ის ენერგია, ნახეთ, ის არსება. და იმან უნდა მართოს რა. და ისიც ვნახე, როგორ აკურთხებენ. მაგრამ ამ დროს ვერ გაუძელი ამ ყველაფრის ყურებას და ზუსტად მაგ დროს დაიწყო ეკლესიის ზარების რეკვა და მომენტალურად აღმოჩნდი იქ, სადაც ვარ და ვნახე ამ დროს ჩვენი ეკლესიები როგორ ანათებდნენ, როგორ ლოცულობენ უმრავლესობა, ხო, ჩვენი მართლმადიდებლები, როგორ ადის ჩვენი ლოცვები, თხოვნები მშვიდობაზე, ჩვენი ქვეყნის საქართველოს გადარჩენაზე, ქართველი ერის, ჩვენი ხალხის და ჩვენამდე ის ვერ ჩამოაღწევს. ნახეთ, ისეთი სიტუაცია იქნება, რომ ვერ მოვა ჩვენამდე რა. ჩვენ გვიცავენ, ჩვენი წინაპრები, ჩვენი წმინდა ესეთი ადგილები, ეს ტაძრები, არ ვიცი, აქ რა მექანიზმია, კიდევ ერთხელ ვერ გამოვიცანი ბოლომდე, მაგრამ მე რაც ვნახე, გეუბნებით, რომ საქართველოში გადარჩენა იქნება. კარგი, ეხლა მე მგონი შესავალი ძალიან გრძელი იყო და რომ ძალიან არ მოგაწყინოთ თავი, იცოდეთ, რომ საქართველოში არის გადარჩენა.
2031 წლამდე ჯერ გვაქვს დრო. მანამდე იმედია ყველაფერს თქვენ საქმეებს მოაგვარებთ, ეს ეხება ემიგრანტებს და ჩამოგზანდებით აქ. ეხლავე დაიწყეთ ფიქრი, რა თქმა უნდა, მიწები, საკუთარი სახლები აუცილებელია, რომ გქონდეს, იმიტომ რომ ეხლა კი აქ იქნება მშვიდობა და ეხლა საჭმელ სასმელი და რაღაც ესეთი ის არ იქნება შიმშილი როგორც სხვა ევროპის ქვეყნებში, მაგრამ მაინც კარგი იქნება თუ გვექნება საკუთარი სახლი, ჩვენი ეზო, ჩვენი მიწა, ჩვენი ხილი, ჩვენი ბოსტანი და მოკლედ ასე შემდეგ. ანუ ამაზე იფიქრეთ. და მოაწყვეთ. გაქვთ ჯერ ცოტა ხანი დრო. ვისაც აინტერესებდა ეხლა პირადი. ჯერ უნდა ვკითხო კარტს თქვენთან თანდასწრებით ის რაც ვნახე მე, ანუ ტელეპორტაცია გავაკეთე მომავალში, ხო? აბა, რას მეტყვი, ანუ The Gilded Tarot card, რამდენად მართალია ის მე რაც ვნახე. კი ბატონო, ჯერ შორს არის, ხო? ღმერთმა არქნას ნეტა კიდე გაიწელოს. აჰა, კი ბატონო. და საქართველოს მინდა ვკითხო თქვენთან ერთად საქართველოში ხო იქნება მშვიდობა, ну რაც მაჩვენეს. საქართველოში ხო იქნება მშვიდობა. Queen of Cups. კი ბატონო. ანუ ეხლა რა ხდება იცით, ჯერჯერობით საქართველოს ბოლომდე არ არის ფეხზე დამდგარი, ისე როგორც უნდა იყოს, ნახეთ. აი ეხლა მიდის აღდგენა, ზუსტად the judgment, ანუ უზენაეს სასამართლოს მთლიანად ამოვიდა. ეს განკითხვა, ეს აღდგენა იწყებს ეხლა, მაგრამ ის რაც მე ვნახე, ჯერ არის შორეულ წარსულში, ანუ შორეულ მომავალში უკაცრავად, ანუ ეს ჯერ არ იქნება მომავალი, ანუ აქტიურად ჯერ არა, მაგრამ ის ყველაფერი რაც ვნახე დასტურს მაჩვენებს და ამოვიდა თვითონ the moon რაც ნიშნავს ინტუიციას და იმ ხედვებს, იმ ანუ ნათელხედვას, ხო, ამ შემთხვევაში და ის რომ ნახე სახლები, ადამიანები აქ ჩვენთან, რომ საჭმელიც გვაქვს, სასმელიც გვაქვს და ბუნება ვნახე, ხო, რაც თავარია. იქ ვერ ვნახე ბუნება, აქ ვნახე. და ვნახე ის რომ ეხლა კი ჯერ არ არის ბოლომდე დამდგარი ფეხზე საქართველოს და მართლა მიდის ეს სიტუაცია, იმიტომ რომ გადაიტანა ძალიან დიდი დარტყმები, ну, ვიცით ხო ეხა რაც და როგორც, მაგრამ დაასტაბილურდება აუცილებლად ყველაფერი და ეს უზენაესი ძალებიდან ზემოდან, ანუ ღმერთიდან, გესმით, წყალობა ღვთისა იქნება საქართველოს აუცილებლად. კარგი, ეს უბრალოდ გადავამოწმე თქვენთან ერთად და ეხლა ვკითხოთ, ვისაც გაინტერესებთ პირადზე მისი ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს არის ჩემთან შემოსული ჩემს არხზე, გვაჩვენეთ მისი ფიქრი, გრძნობა და მოქმედება იმ ადამიანის, როგორი იქნება ამ ახლო მომავალში ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. ფიქრი, ვაუ. გრძნობით სავსე. ნამდვილად აქვს გრძნობა. ეს სიყვარული არის ნამდვილი, იმიტომ რომ ეს არის თასებით სავსე. აი ნახეთ, მაგრამ მთვარის ციკლია, ნახეთ რა ხდება. მთვარე, ანუ გავლენას ახდენს მასზე. როცა არის, ვთქვათ, მომენტები, რომ ან არც ალია, ან ვერ მოდის, ან ვერ გწერს, ან რაღაც სიტუაციები აქვს, არ გეგონოს, აი როგორც მთვარის ფაზებია, ხან აღმავალია, ხან დაღმავალია, ხან სავსე, აი ემოციონალური ფონი, ანუ არ გეგონოთ მას გრძნობა სულ აქვს, მე აქ ამოდის გრძნობა ის, რომ სტაბილურად გრძნობა და ფიქრი სტაბილურად სულ აქვს თქვენზე და მოქმედებაც იქნება აუცილებლად, ვინც ახლა მიყურებს, თუ არ ხართ დაოჯახებული,
და ელოდებით თქვენ პარტნიორს გამოჩნდება და შემოგთავაზებთ და იქნება შემოთავაზება და ოჯახების ერთად ცხოვრების, ერთად ყოფნის და ეხა ვისაც ისე გყავთ, ხო? შეიძლება უბრალოდ ისე მოუნდეს ამ ადამიანს, მოდი გადავამოწმოთ, აბა ვისაც ყავს ოჯახი, ხო? თქვენ პარტნიორს თქვათ ყავს ოჯახი და თქვენ თქვათ თავისუფალი ხართ. აი ასეთზე რას მეტყვით? მაინც ექნება მოქმედება ესეთ ადამიანთან. დამალვით, იმიტომ რომ აქ ამოდის პირდაპირ, რომ ბევრ ცოლი ყავს, ხო? ოფიციალური, მაგრამ გრძნობით სავსეა თქვენს მიმართ. აი ესეთი რაღაცა ამოდის. ავხნე ხა მე პირდაპირ საუბარი მიყვარს. მაშინ რჩევას რას მისცემდით ეხლა ვინც უყურებს ამ ვიდეოს? ქალბატონები უმრავლესობა რას მისცემდით, რას ურჩევდით, აბა სამყაროთან. რაღაცას დარდობთ ძალიან, მაგრამ მატერიალურის მხრივ ფულის დაგროვება გინდათ, გასაგებია. მეორე სამსახურს ეძებთ, ან მეორე რაღაც დამატებით შემოსავალს, ბევრ შრომობთ, გადებული ხართ ბევრ რაღაცას ერთდროულად. შეიძლება შვილებიც გყავთ და დარდობთ, ახლოს არ არიან, შორს არიან. ხო, აი, გზამაჩვენეს შორს არიან. არ ვიცი ხა ვისთვის ვშლი ამ კარტს, მაგრამ წარსულისკენ იყურებით. წარსულის ყურება ის ნიშნავს იმას, რომ თქვენ ეხლა იმყოფებით შორს, უმრავლესობა, ხო? გყავთ საყვარელი ადამიანი, ან აქ უფრო ბავშვები, ბავშვი, შვილი, აი ესეთი რაღაც სიტუაცია ამოდის, თუმცა მამაკაციც ამოდის, კი. შორს ხართ მათგან, წასულები ხართ, ფულის საშოვნელად პირდაპირ ამოდის, ანუ აი ესეთი ზარდახშა, სადაც ანუ აგროვებთ ფულს, რომ გამოგზავნოთ და მოდებული ხართ ყველაფერს აგზავნით და სულ წარსულისკენ, ანუ აქეთ თქვენი ოჯახისკენ გაქვთ მთელი ფიქრი დარდი, ესე ჩანს, გზა ამოდის, მამაკაცი ამოდის, არ ვიცი ხა ეს მამაკაცი აქ ყავთ თუ მანდ ყავთ, ყოველ შემთხვევაში აქ ამოდის ორი მამაკაცი, რომელიც ერთი არის აქ და მეორე მამაკაცი ფულიანი, რომელიც არის იქ, სადაც ხართ თქვენ. ეხლა რომელი გაინტერესებთ თქვენ, ეს საჯარო გაშლა, მე ხო არ ვიცი. ჩვენ ვკითხოთ ის მამაკაცი, რომელიც მანდ არის. ანუ აქ ჩანს, რომ ფულიანი რა, ანუ რაღაცა შემოსავალი რო აქვს, ხო? გაღლეტილი რო არაა. აი ეს მამაკაცი რო ამოდის, ხო? აი ვინ არის ეს მამაკაცი თქვენთვის? საყვარლებიო. ანუ ამ მამაკაცისგან გაქვთ შემოთავაზება, ეთყობა უნდა თქვენთან სიახლოვე, ინტიმი. და თქვენ ფიქრობთ, ანუ ორ წყალშუა, აი ორი იმის, ანუ არჩევანის წინაშე დგახართ, რა ვქნა, არ ვიცი, თან იყურებით წარსულისკენ, იქ გეგულებათ. შეიძლება თქვენი ქმარია, ან ადამიანი, ვისთანაც გქონდათ ურთიერთობა, მაგრამ ეს ახალი, ეხა სადაც ხართ, გამოჩნდა დიდი, ასე ვთქვათ, მონდომებით, აქტიურობით და თან სტაბილურ ცხოვრებას გპირდებათ, ანუ რაღაცას გპირდებათ რა, მოკლედ და არჩევანის წინაშე ხართ, რაღაცას გპირდებათ, ოღონდ რა თქმა უნდა, სიყვარული, სიამოვნება უნდა თქვენთან, დროის გატარება უნდა, როგორც ქალი შეგნიშნოთ, მოეწონეთ. ეს თქვენზეა დამოკიდებული შემოკარგება. საჯარო გაშლა. თუ რეზონირდა, მაგერ საყვარლების კარტი ამოდის. ნახეთ, ხელში ყავხართ აყვანილი. მომწერეთ, დამიკომენტარეთ. და მე ეხა მკითხავ, ვიღაცისთვის იქნება ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ისე სამყარო არ იძლევა. ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის უხილავი, აი ესეთი სივრცე. წარმოიდგინეთ, აი ეს ხაზებივით უხილავად, ენერგია, სპირალივით, ვიბრაცია, სიხშირე, რაც გინდათ ის დაუძახით. აი როგორც რადიო ტალღა, ხო? სადღაც არის რადიო, მე ესე იგი სახში ვრთავ და ვიჭერ, ხო?
აი, ესეთი ვარიანტია, რომ გაგიადვილდეთ და გაგიმარტივდეთ, ეს არის კოლექტიური ენერგო-საინფორმაციო სივრცე, საიდანაც მოდის ინფორმაცია. ანუ არა აქვს მნიშვნელობა. ეს ინფორმაცია ხა ბევრი ხო კითხულობს, რომ ყველაზეა, მე ჩემზე რო არა, ანუ რაღაცა მაინც არის შენზე, გესმის, იმიტომ რომ კოლექტიურია რა, ამ სივრცეში ეს ინფორმაცია, ანუ ეხლა ამ წუთას რა ინფორმაციაც წამოვიდა, ხო? ის ვინც ანუ ასე ვთქვათ, ფიქრობს ამაზე და ვინც საჭიროა, ის გაიგებს ამ ინფორმაციას, გესმით? შეიძლება პირდაპირ 100%-ით არ რეზონირდეს, მაგრამ რაღაცა მაინც იქნება მსგავსი და თქვენ უნდა გამოიტანოთ უკვე ანალიტიკური აზროვნება უნდა დაიწყოთ. რა არ უნდათ იმათ? ზუსტად ის, რომ ჩვენ ვიაზროვნოთ, ჩვენ გქონდეს კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება, რომ დაუსვათ კითხვები, რატომ, რისთვის, ანუ ამას ვერ იტანენ. ჩვენ დაზომბირება უნდათ და რაც უფრო მეტი ვიქნებით გახსნილები, გაცნობიერებულები, ხო? და ჩვენი, ანუ ინდივიდუალური აზროვნება გვექნება და არა ყველა ინკუბატორები ვით, აუ, ეს კარგია, ეს ცუდია და всё, მივდივართ ჯოგი და ამ დროს ის ჯოგი შეიძლება უბსკულში ეშვება, ანუ ხო უნდა იაზროვნო ადამიანმა, რა თან შენი ცხოვრება შენ გეკუთვნის. არავის არ აქვს უფლება, ჩვენ თავისუფალ ნებაში ისინი ვერ ჩაერევიან. ჩვენ თუ ვეტყვით, არა, მორჩა, ის ვერაფერს ვერ იზავს. ამიტომ გვაქვს ღმერთისგან მონიჭებული ეს, ანუ თავისუფალი ნება, მაგას ვიძახი. და ანუ რას ეტყოდით, აბა? რჩევას. ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ყველასთვის არის. რაღაცა ინგრევა წარსული თქვენ ცხოვრებაში და მოდის ახალი, პირდაპირ ვიძახე რა, ანუ არ ვიცი რა, ძალიან გიჭირთ შეიძლება, იმიტომ რომ იყურებით წარსულისკენ, ვერ უშვებთ, მაგრამ გეუბნებით ის პიროვნება წარსულში, ვინც იყო დანგრეულია, უკვე მორჩა, დაივიწყეთ და აგერ მომავლის კარი გეხსნებათ, ანუ ახალი ამბავი, ახალი სიტუაცია, იმედი, რაღაც არ ვიცი, რას ელოდებით, რასაც ელოდებით მიიღებთ, იმიტომ რომ ამოდიხართ აქ როგორც ჭკვიანი, გაწონასწორებული, ფულიანი, ანუ ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი, ანუ Queen of the Pentacles, დედოფალი პენტაკლი. ამ შემთხვევაში ნახეთ, აი ამ კარტში როგორ არის წარმოჩენილი ეს ულამაზესი ქალი, ვისაც აქვს ყველაფერი თვითკმარი, ან რაც გინდათ ის დაარქვით, რა ვიცი, როგორ ეძახიან კიდე. დაელოდეთ 3 პერიოდი, ანუ რაღაცა, ან 3 კვირა. 3 თვე ბევრია. უფრო 3 კვირა, 3 დღეში შეიძლება, მაგრამ რა ვიცი, ესე უცებ შეიძლება მოხდეს, ანუ წარსული ერთხელ და სამუდამოდ გაუშვით, ანუ ხდება დიდი გადასვლა რისკენ, მომავლისკენ და კაი ცხოვრებისკენ. ოღონდ ეს წარსული უნდა გაუშვათ. აი ესე შემოკარდება, თუ მოგეწონათ ეს ჩემი რა ვიცი, ვიდეო გაშლა, რომელიც თქვენთვის არის, მომწერეთ, დამილაიქეთ და მომავალ შეხვედრამდე, აბა კარგად.